რა ფილმებს ველოდებით 2026-ში? 23 აპრილს მაყურებელი იხილავს წლის მთავარ ბიოგრაფიულ ფილმს მაიკლ ჯექსონის შესახებ. პოპის მეფის როლი ჯექსონის მისშვილმა ჯააფარ ჯექსონმა შეასრულა, რომელიც ძალიან ჰგავს თავის ბიძას. 1 მაისს კინოეკრანებზე დაბრუნდებიან მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ეშმაკი ატარებს პრადას მეორე ნაწილით. თემა საკმაოდ აქტუალურია, როგორ უნდა გადარჩეს ბეჭდური მოდური ჟურნალის ბიზნესი ციფრული მედიის ეპოქაში. 2 აპრილს კი ზენდეიასა და რობერტ პატინსონის დუეტს ვიხილავთ ფილმში დრამა. კინოსურათი გვიყვება წყვილის შესახებ, რომელთა ურთიერთობაშიც ბზარი ქორწილის დღეს ჩნდება. კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმის ერთხელ ჰოლივუდში ერთ-ერთი მთავარი გმირის შესახებ გადაღებული სპინ-ოფი Netflix-ზე გამოვა, საუბარია ბრედ პიტის მიერ შესრულებულ კასკადიორ კლიფ ბუთზე. ფილმის რეჟისორი ამჯერად დევიდ ფინჩერი იქნება, კვენტინ ტარანტინომ კი სცენარზე იმუშავა, რისთვისაც Netflix-მა მას სოლიდური ჰონორარი $20 მილიონი გადაუხადა. 19 ივნისს კი შედგება ყველასათვის აყვარელი სათამაშოების ისტორიის მეხუთე ნაწილის პრემიერა. ანიმაცია შეეხება ძალიან აქტუალურ თემას და ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ სათამაშოებს პლანშეტთან მოუწევთ ბრძოლა. 10 ივლისს კი Disney შემოგთავაზებს მოანას რიმეიქს სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით. მოანას live-action ვერსია დიდი ალბათობით ანიმაციის სცენარს გაიმეორებს. 19 ნოემბერს გამოვა შიმშილის თამაშების კიდევ ერთი პრიქველი, ამჯერად ფილმის შემქმნელები ახალგაზრდა ჰეიმიჩ ებერნიტის შესახებ მოგვიყვებიან. ფილმის მოქმედება ხდება შიმშილის თამაშების ძირითადი ფილმის მოვლენებამდე 24 წლით ადრე. DC-ს განახლებული კინოსამყაროს რიგით მეორე ფილმი მიეძღვნება სუპერმენის ბიძაშვილ სუპერგერლს მილი ოლკოკის შესრულებით. მას დრაკონის სახლიდან ვიცნობთ, სადაც ასრულებდა პატარა რეინირას როლს. ჯეისონ მომუამ ამჯერად DC-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბოროტ მოქმედის ლობოს როლი მოირგო. ფილმი 26 ივნისიდან გამოვა კინოთეატრებში. უხელდაკრეფილი არც მარველიზის 31 ივლისს გამოდის ადამიანი ობობამ სრულიად ახალი დღე. სიუჟეტის დეტალები უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ფილმში შევხვდებით ფანიშერს ჯონ ბერტნალის შესრულებით, ჰალკს ერთ-ერთი ბოროტ მოქმედი კი სკორპიონი იქნება მაიკლ მენდოს შესრულებით, რომელიც უკვე ვიხილეთ შინ დაბრუნებაში. წლის ბოლოს კი შურის მაძიებლები დუმსდეის პრემიერაა დაგეგმილი.